მშვიდობისა ჩემო კარგებულზე და გავუსებდო. წავიდეთ ზევით. გუშინ ცოტა წვიმდა და დღეს გამოიდარა. გულში ცუდი ამინდი იყო, ოღონდ მალევე რაღაცას ნაშვადღებს გადაიარა. წვიმა მოიმია მქათმების ხელში დასურილია ყველაფერი. ერთი წუთით. დავაბედი ჩემ ყვავილებთან. ისინი შეხედეთ როგორ გათარეს ეს რამხილა. მე ძალიან გაიხარა. საიმ პატარა ძის იყო ძირი. ესენი ყველა ერთად გადმოვდგე იქიდან. შეხედეთ რა კარგად არიან. კიდევ კაი გადმოვდგე. მაშინ ვერც ეტეოდი, მაშინ იყო პატარა ძირები. გავხედოთ ხლა. გინიქიაზე. დამოიდარა როგორც ჯერ კიდევ არაფერი ჩანს. კაი ამინდი გვაქვს დღესაც წვიმა იყო გამოცხადებული, მაგრამ ჯერჯერობით არ წვიმს. მოგეთ ჩემო კარგებულო. როგორ ხართ, რა შვებით? დაკარგული მოვედი. გითხრათ რატო არ ვიღებდი, არ ჩანდი და სად ვიყავი. მგონია ძალიან დიდი დრო არ გავიდა, რაც არ გადამიღია. რამდენიმე დღეა ერთი კვირა. უკვე მეორე ჭიქრაა ეს. უშუალოდ დღევდება. აქ არის ცხმა გუშინ. საღამოს გავხსენე. შალი იქნება უკვე. რომ მოვედი. უკვე საღამოს დავხსენე სარეცხ. დავიეხავა ჯერ კიდევ არ ვარ გამოფხიზდებული. მოკლედ სად ვიყავი? არ ჩანდი. როგორც იცით, სულ ახსენებ ხოლმე, რომ მე აქტიურად ვეძებ სამსახურს. არ გავჩერებულა, სულ ერთ-ერთი განცხადებებს ვნახულობდი. განმორგებულ გრაფიკზე. ეწერა მანამდეც, აგვისტოში მოვერიდე იქ მუშაობას. რადგან იცი ჩემი ამბავი, რომ ფიზიკური მუშაობაც მიწევს ძალიან ეს ჭარბუფლიანობა მეწყობად მაგდროს. აი ცოტაც რო გავმოძრავდე, რა ვიცი ყაპაყუყით მომდი და შევიკავე თავი და სექტემბრიდან ნახე, რომ ისევ ეს ადამიანი ეძებდა რა, ეთქვა ვერავინ მერიშობა თან ეგეც საეჭვია, როცა ადამიანი ვერ ნახულობს აქტიურად სამუშაოდ. იქ აშკარად პრობლემებია. ან სამუშაო ეძნელებათ, ან არ იხთიან. იტყუებიან და როგორც მაგ შემთხვევაში აქ ორივე პრობლემა აღმოჩნდა. ჯერ რა თქმა უნდა საძნელო სამუშაოა. ყველაფერი პირველი დღეს ძალიან რთულია, თუნდაც უბრალოდ ის რომ დაждდიდან გამყიდულად ეგეც რთულია პირველ დღეს. ვიყავი საშინელები დატვირთული, პირველ დღეს მოვედი დაანგრეული, არაფრის თავი არ მქონდა, საღამოს რო მოვედი. მეორე დღეს ცოტა გამიადვედა და რა თქმა უნდა მერე всё რა. რასაც მივაკეთებდი ძალიან ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ჯერ არ ვიტყვირაზე ვმუშაობდი. და დღესაც უნდა წავსულიყავ, მაგრამ იმან აღმაშფოთა, რომ ტყუილი იყო ის, რომ რასაც წერენ განცხადებაში, ეწერა, რომ 800-დან 1000 ლარამდე არასწაურება. ჯვარის წელი 1000 ლარს აქ არავინ ხომ არ მოგცემს. მე იმ თურმე 800 ლარსაც არავინ არ მოგცემს. 800 რო ორზე გავყოთ. იმის მოცემაც თურმე არავის არ უნდა. და გადავირიე რას ამბობ მეთქი, მე და ერთი თანამშრომელი ვიყავით ერთად.
მე პატრონი არ იყო, ნუ კარი ყველანაირად, მაგრამ ყველას უნდა რომ თავისი საქმე გაგაკეთებინოს, აბსოლუტურად ერთ ადამიანს ყველაფერი გაგაკეთებინოს, ეხლა ის მიდის და მე ვერჩები და აბსოლუტურად ჩემზე უნდა მოვიდეს დიდი დატვირთვა. რაშიც არ ვერკვევდი, ძალიან მალე გავერკვე და თვითონაც ძალიან კაბაყოფილი იყო მისთვის დღიდანვე. რაღაცა გამოცდილებად შევიძინე ამ მცირე დროში წარმოიდგინეთ თქვენ და მე დამოუკიდებლად შემიძლია იმის გაკეთება სახლში ჩემთვის. ეგ ერთი პლუსი კი, მაგრამ როცა მე მივდივარ სამუშაოდ, მე ვარ ეს ადამიანისთვის მიდის სამუშაოდ. ან განსაკუთრებით უყურე რასაკეთებენ, ეს არის დიდი თანხა აქ. ჩვენთან ყოველთვის იმას აღვნიშნავ, რომ ჩვენთან არავინ არ იძლევა ძალიან დიდი თანხა სამსახურში, ნებისმიერ სამსახურში. აი ძალიან იშვიათობა რაღაცა ის თუ ხარ რა. არ ვიცი, ბანკშიც რა ანაზღაურება ნამდვილად არ ვიცი. სადღაც ეს დაწესებულებაში შეიძლება იყოს რაღაც ფაქტაგვარი ხელფასი. კიდე ცოტა მეტი რა თქმა უნდა. თორემ მე დივერსად არსად არ არის ამ ხალა ანაზღაურება. და მე როცა წერს 1000-დან, იგივე 800-დან 1000-მდე ანაზღაურება, მაშინ უწერ თუ არ ხარ გადამხდელი არც ერთისთან. ნუ ახლა შენ აკეთებ ამით ვიზიტულობას ადამიანისას, მაგრამ რომ მოვალ ნახავს რეალობაში რამხელა დატვირთვა ამდენი რაღაცა შეგომა უნდა და შენ არაფერს მიცემას არ აპირებ. დამლაგებელს საკითხეს ყველაზე მაღალი ხელფასი იმაშიც. დიდ ქალაქებში. ყარაულსაც აღარ აკადრებენ ესეთ დაბალ ხელფასს. არავინ არ აკადრება ყარაულად, ხო? როგორ ადამიანს ახალგაზრდა ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა აიყვანს სამუშაოდ, შენ გინდა რომ ყველაფერი გააკეთებინო ამ ხელა დატვირთვა მიდის ამ ადამიანზე. და სულ არაფერი არ გამოვიდეს და შენ საქმეს აკეთებს, ხო? ყარაულს აძლევენ იმ ხელა ხელფასს, არათუ ის თანამშრომლს. დახმარს. იმის ნახევარსაც თუ არ მიცემ, რა ვიცი, მე რა სინდისია ამ ხალხს მე ვერ წარმომიდგენი, არ ვიცი ახლა წამოვედი. ჯერ არავინ შემქმნელი, მიხვდება რატომაც არ მივედი დღეს სამსახურში. პლუს ამას იმ ხელახმაურია ხოლმე ერთვება დასგა. იმ ხელახმაურია ყურდაში მექნა სერიოზული პრობლემა. ეს ყური ეგრევე მიგუბდება, მე ხშობა და მე საუბარს ხელს მიშლის ხალხო რამისას ერთი მოდაგჭი მეთქი ვიცახუდი. რა თქმა უნდა, ადამიანს გვაჩერებს ის, რომ რაღაც ანაზღაურება გვინდა, ჩვენში რომ არ დაფასდეს, ტყუილ არავისთან არ მივარ სამუშაოდ. ყველა თავის ჯანმრთელობაზე წუწუნებს, მე შევეღარ იღებ ფინანს, შენსაც ვეღარ ამბობ და ყველაფერი უნდა ერთ ადამიანზე ჯობი გადატეხო და ყველაფერი ერთ ადამიანს გააკეთებინო. ნუ არ ვიცი, თუ იმის გადამხდელი არ ხარ, რასაც წერ შენ განცხადებაში, იმის ნახევარსაც არ მიცემ, რა ვიცი. მე ასინდისი უნდა გქონდეს, ასე თუ არ იცი ყველაზე ეკნება, თვითონ აქვს და სხვისი არ აინტერესებს. თვითონ ძალიან კარგად ცხოვრობენ. არ შეიძლება ასე სხვა ამუშავო და სხვისი ნამუშევარი არ შენ სხვისი რომ არ დააფასო, ის ფული მოუდებო და შენ ჩაიდო ჯიბეში. მე ეხლა არ ვარ გვარზე, რაც მე მან დაინახა, რომ კარგად თავისთვის შემიძლია მეც თავიდან გავაკეთებ იცის და შემიძლია ის გაკეთება. იმაზე ვიმუშავებ, დავთანხმდები, თუნდაც ნახევარ გადამიხადოს. თუ არ გადაიხდის იმ თანხას, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები, იმიტომ რომ ყარაულსაც არ აკადრებენ დღეს ესეთ დაბალ ხელფასს. მე არ ვიგებ თავს, მაგრამ თვითონაც გაოცებული დარჩა, რომ იმისთვის დღიდანვე საუკეთესოდ გავაკეთე ის ყველაფერი, მე ვიწყე აუცილებლად. გაირკვევა ჩემი ამ მდგომარეობა, გადამიხდის, გავაგრძელებ მუშაობას, თორემ იმ დღისასგან თუ არ არის გადამხდელი, იმ დღეებისაც გამომართვა რაც ვიმუშავე და წამოვიდე. პლუს ამას კურსზე შემექნება დიდი პრობლემები. იქიდან დავჭერე მისასვლელი, აი ხალხო აი თუ გეტყვებით, აი ამ შეეხლაც ბამბა მიდეს ის კი და სპარკში რომ მოვდიოდი წამალს ვიწვეთებდი. კარგად ვიწმინდა რა თქმა უნდა დილას საღამო ეს ყურზე მაგ დიდი პრობლემა შემექნა ხმაურის გამო. და რა ვიცი, მე აქ ჩვენ ქალაქში ატარჯერ მიხსენები არა.
არ არიან არაერთი დიდი თანხის განაცხადი მინიმუმ სადმე 300 ლარი გადაკიხათ უნდა. ეხლა ეს ადამიანი იმასაც თუ არ გადაიხადოს 300 ლარადაც აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემა მექნება ჯანმრთელობის მიმართ. თან პლუს ამას დიდი მტვერია და კიდევ უფრო დიდ მტვერში უნდა მამუშავს ეს ყველაფერიც გამაკეთებინოს და კიდევ უფრო დიდ მტვერში და ხმაურში უნდა რომ შემიშვას მერე და იქ არის კაცის საქმე, იქ მე ვერანაირად ვერ იმუშავებ, მე სერიოზული პრობლემები შემექნება ჯანმრთელობას. ჩემთვის მტვერი არ შეიძლება ჩემი მტვერისთვის განსაკუთრებით და აგერ ყურზე შემექნება კიდევ პრობლემა. ახლა დღესაც უნდა ისქნა, კიდე ჩავიწვეთ უწამალი. მე უთხარი იმის რომ ყურზე შემექნება პრობლემა, ვეღარ ვსაუბრობდი ხალხი მდენად გქონდა ყური დახშული და საუბარზე მიშლი და ხელს. და ადამიანი ასე რომ თავს გადაებს რაღაცა შემოსავალი გინდა, რაღაცა ხო გინდა ადამიანს, არა ეცებ რაღაცას და იმასაც თურმე არ აპირებს მოხსემას, ამ ხელად ყურს კაცობს და ფეხებზე კიდი ხარ შენ. თუ გადაიხდის, რა თქმა უნდა გავაგრძელებ მუშაობას, თუ არ გადაიხდის, ვერ გავაგრძელებ. პლუს ამას გზაში ვიხარჯები ხალხი ძალიან შორია. მივდივარ ავტობუსით და მოვიდი. პლუს ამას საჭმელი მჭირდება. ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, 1 საათის შესვენებაა და 1 საათსაც არავინ ვისვენებს, მხოლოდ წავიხე მსებზე და ვაგრძელებთ ეგრევე 9 საათი გამოვიდეს ყავა და წახებს. მოგითხეთ ახლა კაცრად გვექცევა მეთქი, არა ეს უხეშის კაცი არ არის, მაგრამ გამოჩნდა დიდი ტყუილი, რაც მე ძალიან დამაზარალე. პლუს ამას ჯანმრთელობის პრობლემებს მიკნევს. თუ იმასაც არ გადამიხდის და მე ახლა კულად არ ვაპირებ, ნამდვილად იმუშავებ. თუ გამოჩნდება რამე, მაგრამ აი აქ ჩვენ დამწვარ ქალაქში ხალხი ვერაფერს ვერ ნახავ. სულ ტყუილია ყველგან, ყველა გეუბნება ტყუილს. ძალიან დიდი ტყუილის ამბობ. ყველას უნდა რომ ვირივით ბოლომდე გამუშავოს ხალხი 1000 ლარზე წუწუნობს დიდ ქალაქებში. აქ 1000 ლარს მომწევს, აი დაგეზინოს. უბრალოდ სამუშაოზე აძლევენ 1000 ლარს. იმაზე წუწუნობენ, ეგ რა არისო ყოფნის, რომ წარმოგიდგენთ ჩვენ აქ იმის ნახევარს არავინ გვაცხავს. ესეთი მდგომარეობა. ასეთი მოტყუებული და მეტგაცრუებული დარჩი. თუ მომცემს რა თქმა უნდა ვიმუშავებ, გავაგრძელებ მუშაობას, ვარადა მეც გული დამწყმინდოდა. ეს ხო ადამიანი ვარ, ახლა ვალდებული არ ვარ სპეციალური მაშინ საქმე ტყულა ვაკეთოს, რომ მტვერი ყლაპო ტყულა ჯანმრთელობა შევიწყო და არაფერი არ მომწეს კაბიკებს და სტარაულს აღარ აკადრებ. თან მიხარჯები მეც პლუს ამას მიხარჯები. მეც მინდა შვილი მყავს საჭმელი მინდა, ჯასაცმელი მინდა. მეც მინდა რომ ჩემი შემოსავალი მქონდეს. და აფიქასებენ ამას თურმე მასხრად ვიგდება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ. კერძოდ მიყვარს თუ საჯარო მოხდა სამსახურში. საჯარო სამსახურში მიყვარს კერძო სამუშაოზე არ აქვს. ყველა გიგდებს მასხრად არ არის ამდა რომ შენიშნება დაფასდეს, ვირივით გამიშავა და ანაზღაურება 0. თურმე 1-2 მეზობელი 1-2 თუ რამ 1-3 ქალი კიდე იქ. მასთან მუშაობდა და აი მე ის რატო წავიდა იქ სეზონურზე, რატო დამტობა. აქ უკეთესი არ არის, აი აქვე სახლშია ბარემ გადმოვა, წავა თუ არაფერს არ აძლევს და წავა ის ადამიანი ერთი თურქეთში გაქცეულა, ერთი იტალიაში გაქცეულა, ერთი სეზონურზე გაქცეულა, სეზონურ სამუშაოებში სასტუმროს დანახებებში ძალიან დიდი დატვირთვა, მაგრამ კარგი ანაზღაურება ვისაც შეუძლია ნამდვილად. დღეს ხალხი თხილის მოსახინი გათროდადის, აი საკრებ გათროდადის, აძლევენ 70 ლარზე არის და წელს ვისაც შეუძლია. და 70 ლარს კი არა, 10 ლარის მოწე მარტო მივიდე თურმე დღეში ამ ადამიანს. აი 10 ლარზე წარმოვიმუშავებ ნამდვილად. 20 ლარს აღარ აწვია დღეში სამუშაოში. აღარ აღუდგები. წარმოვიდგინეთ რა მდგომარეობა. გუშინ ძალიან დიდი დატვირთვა მქონდა, ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე.
ფსიქურად ძალიან დამიწვირთ, ძალიან გადაღლილი მომენტი. თუ გადამიხდის რა თქმა უნდა, უშუალოდ სხვა გადამიხდის რა. ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ მე დაზარალებული ხარ. ძალიან კი მინდოდა ქონოდა კარგი ანაზღაურება, რაც არის დატვირთვის ვიმუშავები რა. მაგას აღარ დავეცებდი, არ ვიტყვი. წყოდი არაფერს ნამდვილად. ოღონდ ქონოდა, მაგრამ თურმე იტყვები. კიდე. მოკლედ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც დამოწაფვიდი. ეს ხალხი ვერ მიხვდა იმას, რომ შენ კი აკეთებ მოსაზრს ადამიანის სიტყვები, ხო? მეუბნები, რომ ამდენს გადაგიხდი, მაგრამ იმას კი ვერ იაზრები, არავინ არ გაგიჩერდა. თუ რამდენიც მოვა, იმდენივე წავა, წავა ყველა წავიდა ეთყობა, არავინ გაუჩერდა. მე იქ მამაკაცი სჭირდებოდა სამუშაოს, ესეთი სამუშაოა და ერთი ადგილი კიდე იქნებოდა. იყო მოსულო და უჯახის დიასახლის მომარა, იყანაო ეს კაცსა. დედაჩემის თოლა ხალხასა, მაინც არც ხნიერი და არ ახალგაზრდაც და ეს მარი გარდაცვლილი ყავს და ამიტომ ვერ აიყვანა რომ ესებლებმა რამე არ თქოს თუ არავინ არ იყო და დაწინებული ვარ არაფერს უწო, მაგრამ ეგ იყო ტყუილი კითი. ეხლა მე იმას რომ იქ ისეთი ბინძური სამუშაოა, ეხლა მტვერი და ისა დანადგარდა დამხილა ხმაური და არ იყო არაფერს გადამხდები. წავიდა იმ ადამიანი. არ გაუჩერდა. ეგ არის ნამდვილად ეს სიმართლე. როცა არიხდი, არც კაცი გაჩერდება იქ სამუშაო და არც კაცი. აი ასეთი გულდაწყვეტილი ვარ. ამიტომ გარბის ხალხი ემიგრაციაში. იქ განასწავლება ჩვენ თანში გადაგით რაღაცა გამოდის. აქ არავინ არ გაძლევს არაფერს. თავი ვეღარ გაგვაქვს. ეხლა არ ვიცი და ემთხვა თუ რა ხდება. ესეთი მხოლოდ მომატებული ფასები გაკეთების პერიოდი დაიწყო. წელს არაფერზე არ აკეთება ფასი, არაფერზე. პირიქით ზევით ადის და ყველაფერზე მომატებულია. ეს ზეცით ძალიან მომატებულია ფასი კატასტროფულად. აი რო არ ველოდი მხოლოდ ფასი მიიღე. დედიკოც გადაირია. მე ვიფიქრობ, რომ ალბათ სეზონი მოდის შესანახების გასაკეთების და კონსერვების და ხალხი გასეულია ყიდულობს და ალბათ იმიტომ აწიენა მიზეთებზეც ფასი მეთქი. მაგრამ მთავრობაში ეს ვთქვი რაღაცაო ფასები რეგულირდებაო, კი აიწია ყველაფერმა, მაგრამ ბალანსდებაო, ტურისტებიდან შემოსავლები აქ ხალხს რა შემოსავლები ვისა აქ 1-2 დანარჩენმა რა ქნას. რას სულელეს ლაპარაკობს ეს თავობა კიდე ვერ დაი. თვითონ აქ შემოსავალი ეთყობა. ხალხს არაფერს შემოსავალი არ აქვს. ქვეყანაში არის კატასტროფული სიძვირე, ფული გაუფასურებულია, თქვენს კი იცით და მე ვიცი, სამსახურებში არაფერს არ გვიხდიან, ჩვენსკენ კიდე არის მართლა, თუ არ ნახა ადამიანებში ვარ დაიჭირო, დიდ ქალაქით და ჩვენთან არის ყველაზე დაბალი დონე, იქ კიდე უხდიან საუკეთესო ხელს, აი უბრალო მოშასაც კი. ის რო გადაგხდა და ნამდვილად არ მოწუწუნებ არაფერს. აქ არჩევანიც არ არის, მიხვალგები და თუ ნახე. პირველი უნდა გადაეწერო, მიხვალ და არაფერს გაწევი. ტყუილი შეგჭება ხელში. შრომა, ტყულად დაიხარჯები. არავინ არაფერს არ მოგცემს. ესეთი იმედ გაწვრთებული და ჩიმედი რამე გამოსწორდება. કોઈ გამოსწორდა და რა ვქნა, ხა ტყულა ვერავის მომემსახურები ჩემ ჯანმრთელობის ხარჯი. პირუს ამას სახში საკეთებად შემოხელი, არაფერი არ შემომაქვს, პირიქით იქით გამაქვს და ვიხარჯება გზის ფული, საჯმოს ფული. ტყულა დღისთვის ვიარო, მტვერი ყლაპო და ჯანმრთელობა შევირყიო კიდე. ახლა ურში ვიყო. ძალიან ნაწყენი დარჩა, ველოდი. ყველგანი ტყუებიან, სულ ასე ხდება, სულ. აქ ასე არ აქვს, ვერაფერს ვერ შორის ისეთი ანაზღაურებაც, რომ კმაყოფილი დარჩა.
აქვე ახლოსობაში თხილის ქარხანაში მუშაობ, თავიდან ლანჩხუთს მუშაობ, იმერი აქ გადმოვინაცვლე და კმაყოფილი ვიყავ. იქ კიდე შემცირებაში მოვაყოლენ, აღარ ამიყვანენ, აი 2 წელი მგონია თუ მესამე დაიწყო, შაშანაც მივედი რომ ავეყვანე. ვიღაც ქალებიც იყვნენ, 2 მაგიდად დავტოვე თუ ბევრი ქალები აღარ მჭირდება, ბევრი მაგიდა იყო. და რამდენი ადამიანი მოვყევით შემცირებაში მეც გამომიშვი, ახალგაზრდა არ ჭირდებათ. ბოდიში და თუ ვინმე მიყურებს, დარწმუნებულად მიყურებს აქაური ახუნტურცებული ქალები დაიტოვენ, იმას ეთები ჭირდებათ, პატიოსანი არ ჭირდებათ არსად. გაიგონ ნეტა მეტი არც მეტი, გაიგონ ამდვილად ახუნტურცებული ქალები დატოვენ. აი კაცებთან რო ხუნტურცებენ, ისეთები არ წყობთ იქ. პატიოსანი არ არის არაწყობს და ყავდეთ. ასაკში შესული ახუნტურცებული ქალები ყავთ იქ. ხოდა გამომიშვენ. იქაც შემცირებაში მოვყევი მეც და სხვაებიც რა თქმა უნდა. და ყველგან წყენი იყო, დაუმსახურებლად გამოგვიშვეს ნამდვილად და ახუნტურცებული ყველა იმას ამბობს, ახუნტურცებული დარჩნენ. 1-2 მართლა ბოდიში ხდება 1-2 ნამდვილად კარგი. იგია და არაფერი იქნება, მაგრამ და ბევრი ახუნტურცებული დარჩა აი და ყავდეთ ისეთები უნდა. სეზონზე მაინც მუშაობდი. არავისგან არ დასაძრახი მქონდა და არც ის. პატარა ბავშვი არ ვარ, ძალიან კარგად მუშაობ ყველგან. მიუხედავად ყველაფრის. გეკითხა იმ ქარხანის პატრონიზად თხილის ქარხანა ვინც იყო, აგერ კიდე ამხელა ფართი მაქვს ამასაც ვაკეთებო, ამდენ ადამიანს დავასაქმებო და პირიქით შემცირება მოაწყვენა. იქ სადაც იყო. იქიდან 2 მაგიდად დავტოვე, თუ არ მინდა ამდენი მუშახები. არც იტყვებიან თუ სიმართლე ნამდვილად არის. მაგრამ ფაქტი კია რომ ყველგან ტყუილს ხდება. ტყუილად მე არაფერს არ ვიტყვი დაუზუსტებას, არაფერს არ ვამბობ, მე რაც ვიცი, რაც მოხდება, იმას ვსაუბრობ. სამართლება ამ ქვეყანაში დებასი. ესეთი ამბები. ჩემ ვიდეოზე რეკლამები დაიდო, მონეტიზაცია ჩაერთო. იმედია არ შემიჩერდება და რაღაცას მეც გამოვიმუშავებ, მაგრამ ცირცას მეღირსება ამდენი წვალების შემდეგ. რა ვიცი, რასაც მე ვწვალობ, აქაც არაფერი გამოდის. ადამიანის ბედი რო გაქვს და მწვარი და უგლობა გაქვს დაბედებული. ესია ყველგან. არც აქ მიმართეს და არც აქ. ბევრს გაუყარდება ალბათ. აქაც ესეთი დაუმსახურებელი მტერი შევიცნო. არ მჯერა ხოლმე. ენაგრძელდა რა მკითხი ადამიანებს ვერ ვიტანკით. არც გავცემ პასუხს. არც გავცემ და არც უყურებ იმ ადამიანს. კიდევ ერთმა მაწყენა. დაუმსახურებელი. Estat augustში კი იყო კაი ტრილიონი. ასე ჩემო კარგებო.
გაყიდვას რაღაცას ვფიქრობ, წამოვიწყე, იმაშიც ვერაფერს ვერ გაყიდე, როდესაც ხუთის ყველაფერი გავეცი. დიდქანის აღარაფერი მაგ გონია იქ. არაშიც გამართლება ვერ მქონია. სამუშაოს ვეძებ, იქაც ანაწყობლება არ არის, რამდენჯერ იმედ გაცვლება მაქვს. ერთად ვერ ვნახე გზა, საშუელი, ვერაფრის ვერ ვნახე. კი დაცხა დღეს ამაში დამცხაურდა. საკვალიერი ყოლი წყარბი. აგენ შემართვის ღარბუნია. ეს ძალიან ღარბუნია, მაგრამ ცული მოითქვა მასირები გამოვიღე მაშინ. მე მგონი პატარები ერთიდან გამოვიღე და ეს უფრო მოზრდილი ამიდან ერთი ძალიან კრუა დიდი. და პატარები ამიდან იყო. ძალიან გაიხარა იმაში კიდევ გაეკადებიდანე. და ხუჩ-ხუჩთ. ღარბუნია. ისეთი ბუთქუნა ისინი. და ბილი ეკლები, ესეც კაქტუსებში შედის გონია, მაგრამ არის თვლედები. ან ბილი ekლებია. კაქტუსების ოჯახში. ენათესავი. აქტაზე ხილი გადამდის არის ვითხარით. მარცხენა ფერზე უმტკინებლად ადრეს გადამივიდა რამდენჯერმე და ახლაც გადამდის. თავისი ცერათიც. კაპილარები ჩამიწყდა ხალხს დალუჭებული. პატიოსანი რომელიც საქართველოში არაფერი გამოდის. სხვა სამუშაოებენ თვითონ ჯიბეში იდობენ და კი აქვენ გაგზრდელებული სახლებიდან სხვა არაფერი არ უნდა, მუშახაც არაფერი არ უნდა თურმე. ყოველად მოგთათ არის ვალდებული მუშაობს. თქვენ თვალეცები და სხვა რა თუნდა რა. დღეს 4 სექტემბერი. მე პატარა ბავშვი წყვეტინის ხმამოდის. საყვარელი. ესეთი ამბებია ჩემო კარგი გულო. ჩემი ვერაფერი შექმნილი, ვერაფერი წამოვიწყე. ერთი რაღაცა ვცადე, ის არ გამოვიდა. საერთოდ ფული უნდა, ყველაფერს დიდი ფული უნდა, რომ რამე გააკეთო. მაგრამ აქ რა ვიცი, აი აქ ჩვენთან რამეა წარმოოს ადამიანმა ძალიან ძნელია. რამეში რამე ნახოს საერთოდ. სულ ბრძოლობს რაღაცას შეიძლება და არ გამოდის. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომ ადამიანები შრომას არ აფასებენ. მე თვითონ ვწდება და გაიაზრებს და გამოასწორებს, რომ კარგი და თუ არა და რა. ულად მე ვერავის ვერ შევაკლავ თავს, დიდი გამოცდილება მაქვს ბევრამაში. არავის თულად აღარ გავკეთებ არაფერს. იარო ვალდებული ჩემთან არავინ დაივალდებულებს თავს მასე რომ გავაკეთე. არა, სინდისი უნდა გქონდეს ადამიანს სხვა მუშაობა და არა ანაზღაურება.
არა უნდა ცხოვრო თუ არ ხარ გადამხდელი, რატო აკეთებ? ხარავალდებული, ატულად ემსახურებს. ოჯახის წევრები დაავალებენ და ვერ მოითხოვებენ მიშკურას. ამდენ რამეს არ გააკეთებინები. დაწყნა. ჩემ პატარა ჭიქაში ყავა კიდე მოვხსნი. და დიდში ამედურები. დამატა ყავის. ჩემ დემოს. ეგარა ნალექი არა მეთდე და ადრენალინსაც ვხავდი. ვაიმე რა მასმენდა ხოლმე. ასე მოვანწევდი და გადამყურბავდი ხოლმე. მაგრამ მაშინ კაი გემრიელი ყავები იყო. ესეც არა ცუდო. მაგრამ მაშინ დემოს ადმიდა. ჩემო კარგი ბურად რო გასულა აქაც დროს სწრაფად გადი. თან ცოტა ნიგვეზი გამოვარჩიე. ჩამოცვენილი იყო. ყვავილები მოსაწყავი. საღამოს უნდა მოწყვა, იგი ახალი წამოწყვა. ახალი ყრუტია მის ნორჩი. შუშაბანდი მაგეთ დასალაგები რა საღამოს თუ შევწერი კარგად დასაისა, წყალი მოსატანი მაქვს. დასახვედი დასაწმენდი. ესეთი ამბები. გუდები მაინც ცოტა გადამწი. აი მე ხელაფჭილებს რო დაიგრავი, იმით როგორ აკეთებენ საქმეს. შუერეთ მეძებებ ჭხილებ, რა თქმა სხვა ჭხილებ. კი არა, მასე აი შეიძლება მაგის გაკეთება როდის. აი ძალიან დიდები არა, მოუწყს აფხელებს რო იკეთებენ, რაცხაწვეტიანი ან მოხუნული არის უშნო ჩემთვის. ეს ზომიერს რო იკეთებენ ლამაზი. ეხლა თუ სადმე მიდიხარ მაგან და შეიძლება მაშინ გაკეთება ქორწილში. ან რაღაცა დაბადის დღეზე რაღაცაზე დადგილზე პანკეტი ან რამეა. მაშინ კი გაიკეთებ რაღაცა 1-2 დღისთვის გამოსასვლელად. ყოველდღიურად რა ვიცი მე როგორ იყენებენ ხელაფჭილებს საქმეს როგორ აკეთებენ. რაღაცებში კი გარეცხადა მეცრებას ვიზამან. ერთი მას უყურებდი პედაგოგ ლაივი ქონდა გოგოს. რა ვიცი ვინა. ასე ამ ხელაფჭილები ქონდა და ასე მიჯგან. ასე ძლივს რატომ უნდა იწვალო რაღაცას აწვევიან რაღაცას მეტიჩქოდო. ძლივს არჩევდა ჯერ ჭხილებს ერთმანეთს ძლივს ურჩევდა. აი ეს ზომაზე მეც რა მოიკეთებენ მიგვირს ხოლმე და ძლივ ჭამდა მე ძლივს იღებდა იმითაც. ახლა ბინეს არის განას დიდი ჭხილები თუ აქ ბინეს მე ყურებს. თუ შემომივარდა და გამლანძღა თქვენზე არ ვამბობ. სულ უცხო იყო ვიღაც TikTok-ში რა ვიცი. ამ ჩვენ ქალაქში უცხოელები რო არიან ბიჭები დადეს ხედავ არ ვიცი მუშაობენ თუ ზოგი ფეხბურთშიც არის მგონი აქ. შავკანიანი. ნუ გოგოც თუ იყო არ ვიცოდი კიდე. ადრე იყო საკაშვილის დროზე მოყავდნენ ახალგაზრდები იყო გოგოები და გავიცი გოგოებს კი გავდნენ შესახედად და ინგლისურს ასწავლიდნენ სკოლებში და ოჯახებში იყვნენ მიმაგრებული ხოლმე. რა ვიცი ვიღაცის ოჯახში ყავდნენ და გაჩერებული და უხდიდან მთავრობა ხოს და ბინის ქერას უხდიდა რა იმ ოჯახში და ესენი ასწავლდნენ სკოლაში ინგლისურს. ადრე იყო და მას მე აღარ მინახი არა რომ აქ ყოფილიყო ასე. ახლა მოვდივარ ბუშსახურიდან და ჩემს წინ როგორც კი გამოვედი ჩეხიდან და ვიდები ჩემს წინ მიდის ნუ ასდახროული თმები ყურსაყურსას მენები და შოლტებიაცი ამ გოგოს ახლა გოგოს გას მანამ ცოტა მოიხედა და მიდიოდა შავგრემა. ნუ კაი
არც უკანი იყვარს გახდი, მაგრამ რაღაცა ნავარჯიშებს გახდა, მიდიოდა შუნტის და რაღაცა შევხედე, თან მეჩქარება ავტობუსის დრო. ძალიან მომიწია გუში გამოსა, არ გამასწროს. ძალიან მეჩქარება და ისე ვიწრო იყო, რომ არ მაძლევდა საშუალება ჩქარა ჩამოვზურგიშე მე ამექცია მისთვის და ჩქარა ჩამეულო, ხელს მიშლიდა ძალიან მინელაობდა. ხოდა მაინე უყურებაი მიქმა გაადგეს გვერდზე ჩქარა წავიდე მე და რაღაცა შევხედე ცოტა ისე მიდის ბიჭისი არ ულეა და ფეხებიც ისე ქონდა რომ ერთი ბიჭმა რო ისე ცოტა ასე გაასეთი ფეხები და მოწოვე მე ვიფიქრე ბიჭი ხო რა არა და გოგოს გავსმა გოგო იყო არ ველოდი ბრალოდ გამიკვირდა ნუ ქართველი და ასეთი მეტი ასეთი ფეხები და ბოლოს ძალიან მეჩქარებოდა ვეღარ დავუწყებდი მაგის ნელაობა და ჭარა ჩაუარე რაღაც გვერდით ძილს საუბარი და თვითონ ჩეხტა შეიშინდა პორტასმენები გქონდა და მერე შეუსკდა სიცილ და უცხო დაიწყო საუბარი და მაინც მეც კაპიცინები არ ველოდი რომ გოგო იყო ქართველი მეგონა უცხოელ გოგოს არ ველოდი აქ სადღაც მონელაობდა არ ვიცი სად იყო სად ოჯახში იყო გაჩერებული სად ცხოვრობს იყო ასე არის მაგრამ იქიდან მონავალს გავდა იგი კიდე სტადიონია. შეიძლება ესეც ფეხბურთში იყო ეს გოგოც. გოგოის ფეხბურთიც არის. არ ვიცი თუ ყავენ უცხოელი დამატებული. ამდენად არ ვიცი. ეხლა შევაშინე. დედიკოვაცინი კიდენ გოგო შევაშინე. მეთქე თან არ ველოდი უცხოელი დარჩა მეთქე და ვაიმე მის ენაზე დაიწყო საუბარი გული გადავკარნე. ესე ჩაუკრო. შეხტა უცე მე იმაზე დავჭიგაგურებული უცხოელს არ ველოდი. გოგოს. ესე კი ჩინელები ძალიან კარგად არიან ჩვენთან დასახლებული. ოჯახებით დადიან ლანჩხუთს და მაშინ კაფეებში შედიან, რესტორნებში ძალიან კარგად. დილასაც შემოხვედრია. იქ მიირთმევენ ხოლმე. ჩინელებიც არის ეს შავკანიანი ბიჭებსაც ხედავ არც ფეხბურთში არიან თუ რამეზე მუშაობენ არც კი დადიან რაც ყოველთ 1-3 ბიჭია არ ვიცი რაზე არიან და ეს გოგო ახლა ნახე კიდე მე მგონი ალბათ ნახდათ ფეხბურთში ეს გოგო დამატებული გოგოების ფეხბურთი გუნდია აქ ლანჩხუთსა ალბათ იქ არის უეჭვე მე დიაზე იქნება მოკლედ ჩვენს პატარა ქალაქში ყველა კარგად გესვამს თავს. უცხოელები საქართველოში ყველგან კარგად გესვამენ თავს. ჩვენ კი ვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ჭიის თავის გარდა. იმედია ყველაფერს ასიკეთოთ შემოbrunდები. რაღაც პატარა იმედი მაქვს და თუ რამე გამოსწორდა ხომ კარგი ჩემს ასიკეთოთ. ამის სტაბილური სამსახური ნახე სტაბილი თავდაჭერებული რო იყო და ნამდვილად იცი რომ ამ პატიოს გადაგიხდის რასაც ეთქოს ადამიანი გადამხდელი უნდა იყოს. საქართველოს ხოსაჯი უკმაყოფილოები არიან, მაგრამ აი აქ ჩვენთან არის რაც კატასტროფა სიტუაცია. ანას გაურება ნუ ადამიანის არ დაფასებს, შრომის არ დაფასებს. ეგეთი ამბები შემოკარგებო. აი ასეთი ამბებია ჩემი. ვითხარით ჩემი ამბები. გადავაჭარბია ხოლმე ცოტა. კარგია რომ წავედი და გავშიდობდი ყველას.
და აქაც ვარ გავაქტიურდი, არ გამოვა ისე არაფერი იქნება რაღაცა ხელი. ბოლო ჩემი მონეტიზაცია ამუშავდეს. ეს არაფერი მითხოვია ისევ ჩემი მაგამი გეტყვით ხალხ. არავინ შემიწროხებია სხვა. ვერ შევაწუხებ ვერა. ჩემს გავაკეთებდი ისე. მეუბნები რაც. ჩაერთო რეკლამები დაიდო მონეტიზაცია ჩაერთო ნახოთ როგორ განვითარდება. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. კარგი დაბა დაბაშვიდობებით ჭიდობიან და ყველას. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებ.